ამოხსნით განტოლებათა სისტემა ნებისმიერი ხერხით. გვაქვს y უდრის 2-ჯერ x-4-ის კვადრატს პლუს 3 და y უდრის -x კვადრატს პლუს 2x - 2. ეხლა პირველი რასაც ხედავ არის ის, რომ ორივე განტოლება დაწერილია როგორ? რომ y უდრის რაღაცას და y უდრის რაღაცას. მაშინ მე შემიძლია ვთქვა, რომ მარჯვენა მხარე ზედა განტოლების და მარჯვენა მხარე ქვედა განტოლების არის ერთმანეთის ტოლი, იმიტომ რომ ორივე უდრის ერთსა და იმავე რამეს, ხო? ამიტომ მე პრინციპში შემიძლია რომ პირდაპირ გავუტოლო ეს ორი გამოსახულება ერთმანეთს, უფრო სწორედ მარჯვენა მხარეები ამ ორი გამოსახულების ერთმანეთს. ანუ მოდი დავწერე ესე იგი, რომ -x კვადრატს პლუს 2x და -2 უდრის ზემოთა გამოსახულებას, რომელიც არის, მოდი ამას სხვა ფერით დავწერ, 2 გამრავლებული x - 4-ის კვადრატზე და ამას პლუს 3. ახლა მოდი ცოტა გავამარტივებ ამ მხარეებს, ნუ უფრო მარჯვენა მხარეს პრინციპში. ესე იგი, მარჯვენა მხარეს მოდი ჯერ კვადრატში ავიყვანოთ, ეს გვექნება 2-ჯერ x კვადრატს minus 8x plus 4-ის კვადრატი ანუ 16 და ამას დამატებული 3. ახლა 2-ზე გავამრავლებ ყველაფერს, ეს არის 2x კვადრატს minus 16x plus 32 plus 3. კარგი. ახლა ეს უდრის მარცხენა მხარეს. უბრალოდ ბარემ 32-ს და 3-საც შევკრებ და ისე გავუტოლებ ერთმანეთს. ანუ მექნება რომ -x კვადრატს დამატებული 2x გამოკლებული ამას 2 ტოლი უნდა იყოს აი ამ მხარეს, სადაც ეს არის 2x კვადრატი -16x და პლუს ამათი ჯამი რაც არის 35. კარგი, ახლა მოდი ბარემ დავასრულოთ ამის განტოლებად ჩაწერა და გადავიტანოთ უცნობები ერთ მხარეს, ხო? მეორე მხარეს 0 დაგვრჩება. შეგვიძლია ერთნავიდში გავაკეთოთ სხვათა შორის ეს და როგორ? მოდი ჯერ x კვადრატი რომ მოვაშოროთ აქედან დავუმატოთ აქეთ ამ მხარეს x კვადრატი და აქეთ ამ მხარესაც x კვადრატი. შემდეგ 2x რომ მოვაშოროთ, გამოვაკლოთ ამას 2x და აქეთ მხარესაც გამოვაკლოთ 2x და ბოლოს დავუმატოთ აქეთ 2 და დავუმატოთ აქეთაც 2. ანუ რეალურად აი ეს სიდიდე დავუმატე ორივე მხარეს. მაშინ ახლა ქვემოთ რა დამრჩება? დამრჩება ასეთი რაღაც. მარცხნივ მექნება 0. ხოლო მარჯვნივ მაქვს 3x კვადრატს გამოკლებული 18x და ამას დამატებული 27. ესე იგი კვადრატული განტოლება მივიღე. ახლა მოდი გავიხსენებ კვადრატული განტოლების ფორმულას, რომ ამოხსნა ბარემ ვიპოვო x რა არის. ესე იგი x ტოლია. ნახოთ. ნუ ქვემოთ გაყოფილი 2-აზე არის ბარემ დავწერე, ეს არის 2-ჯერ 3 ანუ 6. ახლა b აქ არის უარყოფითი, ამიტომ აქ გვექნება დადებითად, იმიტომ რომ -b უნდა იყოს. ამას პლუს მინუს კვადრატული ფესვი, ეს ცოტა დიდად უნდა დამეწერა. კვადრატული ფესვი, საიდან? b კვადრატი რამდენი არის? 18-ის კვადრატი დავწერთ ჯერ, მოდი. 18-ის კვადრატს minus 4ac. ესე იგი -4-ჯერ 3-ჯერ 27. კარგი, ახლა მოდი ორივე დავთვალოთ უცებ-უცებ. ესე იგი 18-ის კვადრატი რამდენია? ეს არის 64, 6 ვიმახსოვრებ, 14, 18. ამისი ჯამი იქნება 4, 2 ვიმახსოვრებ 3. 324. კი ბატონო, ესე იგი მოდი ნელ-ნელად გადავიტან ბარემ ამას. ან მოდი ჯერ ამასაც გავამრავლებ. ესე იგი მაქვს 27 გამრავლებული, 4-ჯერ 3 ვიცი 12, ამიტომ პირდაპირ 12-ზე გავამრავლებ ამას. ახლა ეს რა იქნება? 7-ჯერ 2 არის 4, 14. შემდეგ ეს არის 6, იქაც 1, 7, 27, 4. ამათ ჯამი 14, 1 ვიმახსოვრებ 4. ესე იგი 454, კარგი. გამოდის რომ მაქვს 454-ის და 324-ის სხვაობა. 324-ს ვაკლებ 454-ს, რაც პრინციპში ჩანს რომ უდრის 120-ს. ანუ გამოდის რომ მე აი ამ გამოსახულებაში მიწერე ასეთი რაღაც სინამდვილეში რომ x ტოლი გამოდის. ქვემოთ 6, აქ 18 პლუს მინუს კვადრატული ფესვი -120-დან. ესე იგი მე მივიღე რომ -120-დან მაქვს კვადრატული ფესვი. სხვათა შორის ისეთ შეიძლებოდა ამის შეფასება პრინციპში რაღაც ზერელად რომ შეგვეხედა და ზუსტად არ გაგვემრავლებინა, მაგრამ ნუ არ აღშვას, მაგას არ აქვს მნიშვნელობა ახლა და რადგან ნამდვილი რიცხვებში ვართ და ამ დროს კვადრატული ფესვი გვაქვს უარყოფითი რიცხვიდან, გამოდის რომ ამ განტოლებას არ უნდა ჰქონდეს ამონახსნი, უფრო სწორედ განტოლებათა სისტემას. მოდი დავწერე ჯერ. ესე იგი არ აქვს ამონახსნი. და ახლა მოდი ვიზუალურადაც ვნახოთ რატომ შეიძლება არ ჰქონდეს ამ გამოსახულებას ამონახსნი. მოდი გრაფიკს ავაგებ. ესე იგი ორი განტოლება გვაქვს. ახლა პირველ განტოლებას თუ დაუკვირდებით, როგორია პირველი განტოლება? პირველი განტოლება არის ესეთი. გვაქვს რაღაცა პარაბოლა, რომელიც ზემოთ იქნება გახსნილი, ანუ მინიმუმი ექნება და რქები ექნება ზემოთ, როგორც იტყვიან, და ვიცით რომ 3 არის კიდევ აქ დაწერილი. ესე იგი ეს ნიშნავს რომ უნდა იყოს გადაადგილებული ცოტათი, ანუ ცოტა ზემოთ უნდა იყოს აწეული, ხო? იმიტომ რომ 3-ით უნდა იყოს ზემოთ აწეული. და რადგან x - 4 არის აქ,
კიდევ მარჯვნივ უნდა იყოს გაწეული 4-ით. ესე იგი, ზუსტად რომ არ აღნიშნო და მიახლოებით რომ გავაკეთო, იქნება დაახლოებით აი ასეთი. გამოდის რომ დასაწყისი ექნება აქ და იქნება აი ასეთი ვიღაც. ცოტა უფრო დავამტყიო კარგად. აი ასეთი ვიღაც იქნება ეს პარაბოლა. დაიწყება ცოტა მარჯვნივ, ცოტა ზემოთ, აი ამ წერტილიდან. კარგი ბატონო. ეხლა მოდი შევხედოთ მეორე პარაბოლას, მეორე როგორ გამოიყურება და ცოტა გადავაკეთოთ მეორე. ესე იგი, მაქვს -x კვადრატს + 2x - 2. მოდი ეს გადავწეროთ ჩვენ სხვა ფორმით. ესე იგი, დავწეროთ ასე. y უდრის მინუს და მოდი ახლა ეს რამეს ვიზამ. ხო მაქვს x კვადრატს -2x და ცოტა დავაშორე +2-ს. რატომ დავაშორე? იმიტომ რომ ბარემ ამას შევავსებ სრულ კვადრატამდე. ნუ რა იქნება აი ამ კოეფიციენტის ნახევარის კვადრატი? ამ კოეფიციენტის ნახევარი არის -1 კვადრატი იქნება 1. ესე იგი მე თუ ამას დავუმატე 1 და გამოვაკელი 1, პრინციპში შევავსებ ამას კვადრატამდე და როგორ? აი ესე, y იქნება მინუს, ახლა აი ეს სამი რიცხვი x კვადრატი -2x და 1 შემიძლია გადავაკეთო როგორც. ესე იგი x - 1-ის კვადრატია ეს, მაგიტომ გავაკეთე ესა და -1 და 2 რადგან გვაქვს, უბრალოდ დაგვრჩება +1. ესე იგი უბრალოდ დაგვრჩება +1. აი ასეთი ფორმით ჩავწერე ეს გამოსახულება. ხლა ასეთი ფორმით რატო ჩავწერე? იმიტომ რომ მე ეს მეუბნება, რომ ამ პარაბოლას ჯერ ერთი ცხადია ჩანს, რომ რადგან წინ მინუსი არის, ქები ქვემოთ ექნება გახსნილი. და ამას გარდა ვხედავ, რომ რადგან +1 მიწერია აქ, მაგრამ წინ მინუსია, სიმდვილეში ეს არის -1 და ამიტომ ცოტა ქვემოთ უნდა იყოს x ღერძზე და რადგან x გამოკლებული აქვს 1 ცოტა მარჯვნივ. ანუ იქნება დაახლოებით აქ 1-1, აი აქ. უბრალოდ 1-1. აი აქ იქნება და დაიწყება აი ასე. ანუ ქვემოთ აქვს გახსნილი რქები და ნუ მინუსი რომ გავანაწილო ამ ორივე წევრზე გამოჩნდება რომ აქ -1 მიწერია და ამიტომ რეალურად x ღერძის ქვემოთაა და საბოლოო ჯამში გამოდის აი მცირე ანალიზით რომ ერთი პარაბოლა არის ასეთი, მეორე პარაბოლა არის ასეთი, ერთმანეთს საერთოდ არ ეკარებიან. და მთელი მიზეზი იმისა რომ ამონახსნი არ არსებობს, არის ზუსტად ეგ. ეს პარაბოლები არ იკვეთებიან და ამიტომ ნამდვილ რიცხვებში არ გვაქვს ამ განტოლებათა სისტემისთვის ამონახსნი.